გამარჯობა, მე ვარ ანი. დღეს ჩაგიტარებთ ხელოვნების გაკვეთილს მე-6 კლასს და დავიწყებ იმით, რომ გვიახლოვდება საგაზაფხულო დღესასწაული, რომელსაც ყველა ადამიანი თავისებურად ხვდება. ჩვენ ქრისტიანები ღებავენ კვერცხებს, ჯეჯილს თესავენ, რაღაცნაირად ემზადებიან ამ დღეს ეს სხვა რელიგიის წარმომადგენლები სხვანაირად ხვდებიან ამ დღესასწაულს. მე მინდა რომ დღეს ჩვენ გავაკეთოთ რამდენიმე ნამუშევრები, ბარათები გავაკეთოთ ნახატები, მერე ვაჩუქოთ ესენი ერთმანეთს და ამით გავილამაზოთ ეს დღესასწაული. მოდით დავიწყოთ ბარათებით, მე აქ წამოვიღე რამდენიმე ფერადი ფურცელი და ასევე გამოჭრილი კვერცხი. არ დავაწებებ, უბრალოდ გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ ითამაშოთ თქვენ თვითონ აი ამ ფერებით. შეგიძლიათ გამოჭრილი კვერცხიც გააკეთოთ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დახატოთ, რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა. აი ნახეთ, ეს არის ძველი გაზეთი. უბრალოდ ახლა ესეთი ფურცლები გამოდის, თორე ეს არის იმიტაცია ძველი გაზეთის, ინგლისურენოვანია, შეგიძლიათ ქართულენოვანიც აიღოთ ნებისმიერი, რომელიც კარგად გამოიყურება, რაღაცა ფერი აქვს, ხო, კარგი თვითონ ფონისთვის. თუ არ არის ამ ფენი, შეგიძლიათ დააძველოთ ყავა ან ჩაი გადაუსვათ. ამიტომ აი ნახოთ ერთი ვარიანტი, როგორი შეიძლება გქონდეს ესეთი დაუშვათ, ამაზე დავდოთ ავისფერი გქონდეს და გქონდეს კიდევ წითელი სულაც, ხო? აქ შეგვიძლია დავდოთ აი ესეთი, ან ნახეთ შეგვიძლია ესე ვითამაშოთ ფერებით. აქ გავაკეთოთ ესეთი, ან ესეთი. არ აქვს მნიშვნელობა. სულაც შეგიძლიათ შავი, არ ვიცი, შავი. შეიძლება არ მოგეწონათ, მაგრამ შეიძლება შავი, აი თეთრი ორნამენტებით. ეხლა რაც შეეხება ბარათს ვილაპარაკეთ. ბარათი თუ გვინდა რომ გავაფორმოთ და გავაკეთოთ, ახლა მე მოვხატავ კვერცხს. ძალიან უხდება აი ესეთ ბარათებს და ესეთ კვერცხს უხდება ორნამენტები. რა არის ორნამენტი? ეს არის მორთულობა ნებისმიერი საგნის, ქსოვილის, სამოსის, რომელიც ორნამენტი შედგება სხვადასხვა ფორმებისგან. ეს არის გეომეტრიული ორნამენტი, არის მცენარეული ორნამენტი, არის ცხოველური, არის შერეული, ბევრნაირი. ეხლა რო კარგად გამოჩნდეს, მე ამას მარკერით გავაკეთებ, მაგრამ თქვენ მარკერით მაინდამაინც ნუ გააკეთეთ. ფანქრებით შეგიძლიათ და საღებავით, მე რომ კარგად გამოჩნდეს. აი შემოვხაზე კვერცხი, კარგად რო დაინახოთ და გიყვებით რა არის ორნამენტი და ახლა ვეცდები რომ აი ეს ორნამენტი გაგეკეთოთ. ანუ როცა ახლა აქ ავიღოთ შერეული ორნამენტი, გავაკეთოთ გეომეტრიული და გავაკეთოთ მცენარეული, ანუ ყვავილი ჩავსვათ შუაში ჩავსვათ ესეთი ყვავილი, ძალიან მარტივი, რომელსაც აქაც რაღაცებს დავამატებთ. ეს ორივე, თუ შეგიძლიათ ნამდვილი კვერცხიც მოხატოთ ორივე მხრიდან. ესეც ასე. არ გამოდის მაინდამაინც კარგად მარკერით, იმიტომ რომ მსხვილია ძალიან, მაგრამ დაახლოებით ესეთ. შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ მეორენაირი, იგივე მწვანე ფონზე. ოღონდ ახლა ქორცელს გავაკეთებ, პარემ რომ რამდენაირი შეიძლება, ხო იცით, ბევრნაირი შეიძლება. რომ პირდაპირ აი ესე დავხატოთ. აი და არც არაფერი ამას გავაფერადებთ და ესე იქნება. მათთვის ვინც არ ხატავს, ვისაც არ აქვს დღესასწაულს სხვა რაღაცები აქვთ, ხო? არა კვერცხი, არამედ აქვთ ყვავილები, მცენარეები აქვთ, ტკბილეულობა საცხობეთ. მათაც შეუძლიათ პატარა ბარათები გააკეთონ, რა თქმა უნდა. და
გააკეთონ იცით რა აი ორნამენტები გააკეთონ ასეთი სუფრასავით აი ნახეთ ან მარტო ბარათი მთლიანად ორნამენტებით იყოს გაკეთებული კიდევ ერთხელ გეტყვით რა არის ორნამენტი ეს არის მორთულობა რომელიც შეიძლება იყოს ცხოველური გეომეტრიული შერეული მცენარეული, აი ჩვენ და რა ხდება, ნახეთ, როცა ორნამენტს ვაკეთებ, აუცილებლად მეორდება რიტმი. მეორდება ორნამენტი, რაც იწვევს რიტმს. აი ნახეთ, ახლა ჩვენ გავიმეორებთ. ამას ხო 1 2 3 აი ვიმეორებთ და აქ ჩავსვავთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, შეგიძლიათ გააკეთოთ როგორიც გინდათ. ახლა მე ამას ვაკეთებ შავად. წარმოიდგინეთ ეს რომ ფერადი გააკეთოთ. აი სულ სხვადასხვა ფერები შეგიძლიათ და ფერიც ისეთი, როგორიც დამახასიათებელია დღესასწაულისთვის, ხო? ეხლა მე მინდა გაჩვენოთ რა შეიძლება რომ დავხატოთ ეს ბარათებით და მეულოცოთ ერთმანეთს, მაგრამ როგორ დავხატოთ სადღესასწაულო ნახატი. ეხლა მე მოვიტანი აქ სპეციალურად რამდენიმე ბევრნაირი ანგელოზი, რატომ მოვიტანე ხა ესეთ იცით აი ნახეთ ეს უსაყვარლესი ანგელოზი, რომელსაც არ აქვს თავზე თმა. მე კი არ მომეძვრა ესეთი იყო ნამდვილად, მაგრამ ნახეთ არის კიდევ აი ეს მეორე, ესეთივე უსაყვარლესი. როგორი განსხვავება, ეს როგორი რეალისტურია, ეს როგორი დეკორატიულია. ამით რა მინდა იცით გითხრათ რომ ესეც ანგელოზია და ესეც. ამიტომ თქვენ თვითონ რომელსაც გადაწყვეტავთ ის გააკეთეთ და არ შეგეშინდეთ რომ არ გამომევა. აი ხო ხედავთ ესეც ანგელოზია, შეიძლება ესეთი გამოგივიდეთ, შეიძლება ესეთი. აქ ბევრი მაგალითებია, მაგრამ ეს უფრო კარგად რომ დაინახოთ. ასევე გვაქვს კვერცხი სხვადასხვანაირი მოხატულობით, ბეკეკა გვყავს. ნახეთ როგორი მსუქანი ბეკეკაა და სულ არ აქვს ფეხები პირდაპირ ზის რაღაცას, მაგრამ ნუ ძალიან საყვარელია და თამწვანეა. აი ეს არის ზუსტად ის რო გეუბნებით რომ იყავით თავისუფლები და როგორც გინდა ხატათ. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენ ნახატს და რა შეიძლება რომ დავხატოთ სააღდგომო ნატურმორტი. კარგი იქნება თუ ამას ჩვენ ყველაფერს დავდგავთ. ან მიუსხდებით მაგიდას და ახლა როცა სააღდგომო ეს გექნებათ სამზადისი, იქვე ფურცელზე და ფურცელზე ფანქრით ჩანახატებს გააკეთებთ, რასაც ხედავთ რადევს მაგიდაზე. მე ამას წინასწარ გეტყვით მე რა მინდა თუმცა ეს თქვენ შეგიძლიათ სხვა რამე გააკეთოთ. მე გადავწყვეტე რომ დავხატო ჯეჯილი, რომელიც ყველას გვაქვს. შევხვდებთ ხოლმე კვერცხს, კვერცხებს გვერდზე პასკა დავხატო და აქეთ ანგელოზები. მოდით ამას უცბად შემოგიხაზავთ კონტურში, ძალიან დიდი ბოდიში რომ ვერ ვასწრებ ამის გაფერადებას, იმის გამო რომ მინდა რომ ბევრი რამე გითხრათ და გაფერადებისთვის დრო აღარ მრჩება. აი ახლა ნახეთ ნატურმორტს, როცა მე ამას დავხატავ, კვერცხიც დავდაცოდა. გარდა იმისა რომ ეს ნატურმორტი ექნება სააღდგომო, აქ კიდე ჩვენ ვნახავთ საგნების ფარდობითობას. გახსოვთ ხო რაც არის ნატურმორტი და ისიც იცით, თებზეც შეგიძლიათ კვერცხი დადოთ, შეგიძლიათ არა, აქ პატარა ბზა გავაკეთოთ. გავანაწილოთ კომპოზიციურად და საგნების თანაფარდობასაც აქვს ნიშნობა, რა უფრო დიდია, რა უფრო პატარა და მე მინდა დავხატო ერთი ანგელოზი ესეთი. მარკერი ძალიან მსხვად ხატავს.
ასე სკლად თქვენ არ დახატავთ, არ გამოგევათ. ეს ხელში უჭა, იცით რა მინდა რომ რაღაცნაირად შეგვიძლია ესეთი ქუდიც კი დავახუროთ და პატარა ფეხუცები გავუკეთოთ. აქ უფრო სხვანაირი, უფრო კლასიკური ანგელოზი გავაკეთოთ. პატარა ფეხებით. რა თქმა უნდა, ფერში ოღონდ ამას ეჭიროს მოდი ყვავილი, ხო? ეს მე კომპოზიციურად გაგინაწილეთ ახლა ნახატი, რომელსაც მე თქვენ აუცილებლად გააფერადებთ სხვადასხვა ფერად. თავისთავად კვერცხი შეგიძლიათ იყოს ფერადი, შეგიძლია იყოს წითელი, ნებისმიერი. ახლა მინდა გაგიკეთოთ კიდევ ერთი ნატურმორტი მათთვის, ვის დღესასწაულზეც კვერცხი არ არის და არც პასქა და არის ორნამენტიანი სუფრა, გადასაფარებელი ხალიჩებია და ასევე არის ყვავილები. მოდით დავიწყებ მაგიდით, რომელიც შეიძლება ერთი წუთი ჯერ დავხატოთ. ყვავილები დავხატოთ. ერთი წუთი დავხატოთ ყვავილები, რომელიც დოქში და ჩავდოთ ყვავილები ჩავდოთ დოქში და გავუკეთოთ სუფრა, რომელიც იქნება მორთული ორნამენტით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რა არის ორნამენტი და იცით რა არის, ახლა გამახსენდა. აი ამ დოქზე წინათ აი ესეთი მეებს უკეთებდნენ, არ ვიცი რაღაცა, ესეთი მოხატული იყო ხოლმე ესეთი ეს დოქები. ახლა გავაკეთოთ მაგიდა, რომელზეც გადაფარებული იყოს აი ესეთი გადასაფარებელი სუფრა, რომელსაც დაგვრჩა კედელი, გაერთეთ. აი ნახეთ ახლა ხო ზოლებია, ჩასვით რამე რაც გინდათ ზოლებში, ხო გაგახსენებთ რომ არის გეომეტრიული ორნამენტი, არის მცენარეული და არის შერეული. აი ხა იცით რა შეგიძლიათ მცენარეულიც გააკეთოთ. შეგიძლიათ გეომეტრიული, შეგიძლიათ შერეული და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ რომ ორნამენტი ეს არის გამეორება, ნახეთ ნახატის, რაც ერთგვარ რიტმს ქმნის, ხო? აი როგორც მუსიკაში ხო არის რიტმი 1 2 1 2, აი აქაც ესე ნახეთ 1 2 1 2, აი ეს არის ჩვენი ნამუშევრის რიტმი. აქაც შეგიძლიათ ჩასვათ ბევრი ერთი დამე, აი ესე გავაკეთოთ. ეცეთ ახლა შეგიძლიათ აი ამ კუბიკებში კიდევ პატარა რაღაცები ჩასვათ. მე ბოლომდე არ გავაკეთებ, მარტო რამდენიმეს გაგიკეთებთ. აქ გააკეთოთ აი ესეთი არ ბევრი დრო რო არ წაგართვათ, იმიტომ გეომნები და ბოლოს შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადააფერადოთ ნებისმიერი ფონით. ფონი გაუკეთეთ და მე შეგიძლიათ გააფერადოთ სხვადასხვა ფერად ყვავილები. მე ახლა ამას უცბად ყავას გადავუსვავ, ძალიან მიყვარს ეს ფერი, ფონი ისეთია, ნეიტრალური ფერია. საღებავში ამ ფერს ეძახიან ოხრას და კიდევ რა მაქიცით აღმოვაჩინე სახში, რომ მოვდიოდი თქვენთან ფერადი ფანქარი, რომელიც არის აკვარელის. შეიძლება თქვენს გაქვთ და არც იცით, უნდა გასინჯდით, აი ჩაყოთ წყალში და გააფერადოთ. თან ახლა სანამ ეს ესეთია, სველია, ხო? ყავისგან შეგიძლიათ პირდაპირ არც ჩაყოთ წყალში, პირდაპირ გააფერადოთ. ესე რაღაც ლურჯი გავაფერადო ყვავილი, მაგრამ რა მოხდა? თქვენ შეგიძლიათ სხვაფერი გააფერადოთ. უცბად მომხდა ლურჯი ხელში და მწვანეს რაღაც ვერ ვყოლობ.
ერთი წამი, აი, ფოთოლი და მოკლედ ნებისმიერი მასალით შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ. აი ესე დამთავრდა ჩვენი გაკვეთილი. ამას ყველაფერს როგორ აკეთებენ ბავშვები, ვნახოთ ახლა. აი ნახეთ, ეს არის ფიროსმანის ნამუშევრებიდან დახატული სააღდგომო ნატურმორტები, რომელიც არის შესრულებული ფერადი ფანქრით, ფლომასტერით, მარკერითაც არის და ყავის ფონი აქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად უხდებოდა. ეს უფრო გრაფიკული ნახატებია. და საოცარი წერები აქვთ ბავშვებმა გადმოიწეს. მადლობა დღესა, რომ დავესწარით აღდგომასა, ქრისტე აღსგა, ესეთი წარწერები აქვთ. ესე დამთავრდა დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი. შემდეგი გაკვეთილისთვის ჩვენი თემა იქნება ყვავილები. გაზაფხულია და ბევრნაირი ყვავილები დავხატოთ. სტილიზებული, დეკორატიული, რეალისტური, ბევრნაირი ყვავილები დავხატოთ, ასევე სხვადასხვა მასალებით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, ბედნიერ დღეებს გისურვებთ. ნახვამდის.